მოგესალმებით კიდევ ერთხელ, hola ყველას, hola a todos, და hoy vamos a tener segundo parte de los slangs. Okay. მეორე ნაწილი სლენგების დავიწყოთ. პირველი სიტყვა იქნება ხანგეარ, რომელიც არის პუერტო-რიკო და რესპუბლიკა დომინიკის რესპუბლიკის ძალიან ისეთი და ხშირად გამოყენებადი სიტყვა, რაც ნიშნავს hang out, დროის გატარებას ვინმესთან ერთად. გინდა დასალევად გინდა წასვლა, მაგ დროს სიტყვიან პლეჟზე გინდა ვინმესთან ერთად ჩასვლა, სათმე კონცერტზე ასე შემდეგ, იტყვი რომ ხანგეარ, რა დროის გატარება როცა გინდა მეგობრებთან თუ ვინმესთან ერთად ხანგეარს იყენებენ და თუ ამ ორი ქვეყანა რომელიღაცა ქვეყანაში მოხვდით და თქვენი ესპანური საუბრისას ხანგეარს გამოიყენებთ, აუცილებლად ვიღაც შეგეკითხებათ, საიდან იცი, როგორ ანაირად, nice, კარგია და დიალოგის წარმოსაქმნელადაც ძალიან კარგია ამ სიტყვის ცოდნა, იმიტომ რომ და ისეთი, მე ვიცნობთ, ძალიან კარგად ვიცნობ ზოგადად ისპანურ სამყაროს, შეგიძლიათ რა თქმა უნდა სიტყვაზე არ მინდოთ, მაგრამ ნებისმიერ დროს შემიძლია ამის დამტკიცება, არანაირი პრობლემა არ არის. გადავიდეთ, მაგალითად აგიკითხოთ, როიცოდე სიგნიფიკადო აქ დაწერია, პირველად ჩავავად არის მნიშვნელობა და მე მიწერია მნიშვნელობა, ხოლო ejemplo არის example, მაგალითი. Vamos a janguear esta noche. იქნება ესე. ხოლო მნიშვნელობა არის salir a pasar el rato o divertirse con amigos. კითხულობ იმიტომ რომ თან რო იცოდეთ როგორ უნდა წარმოითქვას. მომდევნო სიტყვა იქნება chamba, რომელსაც მექსიკა პერუ ენაში ველა, ძირითადად აქ იყენებენ. მნიშვნელობა არის მუშაობა, სამუშაო სამსახური და მაგალითისთვის ვიტყვი რომ არის conseguir una chamba nueva en el centro, okay? Conseguir is on the una chamba nueva en el centro, okay? Centro არა, centro, c. Easy, რა, მე ყოველ შემთხვევაში თავიდანვე პირველივე დღეებიდანვე მარტივად დავამოყამეს, მე რო უბრალოდ პრაქტიკის თემაა. Okay, მომდევნო იქნება fresa. Fresa-ს მნიშვნელობა ესპანურად არის მარწყვი, მარწყვი ითქმის როგორც fresa, უბრალოდ ეს უკვე სლენგია და აქ სხვა მნიშვნელობისაა. და იტყვიან ეს არის persona que se comporta de manera elitista. ადამიანი რომელიც მოქმედებს თავსაც აღიქონს როგორც ელიტური საზოგადოების წარმომადგენელს და ძალიან დახვეწილად რო აჩვენებს თავის თავს. ძერს კი რო ვთქვათ ესე რა. Sofisticada. Okay, ამის მაგალითად, no quiere ir a la fiesta porque dice que es muy fresa. არ უნდა ფიესტაზე, ანუ პარტიზე წასვლა, იმიტომ რომ იძახის რომ ძალიან ძერს კი ფიესტა რა, ხო არიან ადამიანები, ვისაც არ ევასებათ ეგეთი რაღაცეები რა, აქ წრუპავენ და შამპანიურებისად გაიან და რაღაცა და როგონიათ რომ რადგან ეს იცით და ეს შეუძლიათ რომ რაღაცა ვინმეზე მაღლად გან, ხო იცით რა, ეგეთ საზოგადოება. ხო და ზუსტად ეგეთ საზოგადოებაზეა საუბარი. რაღაცა 1 და 2 წლით ადრე რომ თხილს კრებდნენ და უცებ რაღაცის გამო რომ გაიჩიტნენ და მე ირონიულია ცოტა ფესა რა. Okay, che არის გამოხატვის მანერა, რომელსაც ვინმეს დასაძახად ბიჭოს ან ძმა, წამო რამე დავლიოთ, რაღაც ეგეთ სტილში იქნება. Che, vamos a tomar algo. Okay, che Guevaras მოკლედ chess ეძახდნენ, on ვერ გეტყვით დაზუსტებით თავის სახელი და გვარის შემოკლების ფორმის გამო იყო მხოლოდ ესე თუ ამასაც რამე მნიშვნელობა ქონდა ამ სლენგსაც თუ რაიმე შეხება აქვს მაგასთან, მაგრამ ნუ okay. და che ამ შემთხვევაში იქნება, რომ ძმა წამო რა რაღაცა დავლიოთ ან ძმა წამო რაღაცა დავლიოთ. on ძმის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ჩვენ ვიყენებთ მაგ სიტყვებს ძმას ამ შემთხვევაში რა. So che, vamos a tomar algo. Okay. Chafas ყველაზე კარგი ჯენზური და მარტივი თარგმანი იქნება ბანძი. და ზოგადად მნიშვნელობა არის რაღაც უხარისხო ყალბი, მაგრამ ანუ ბანძი ყველაზე კარგი სწორი თარგმანი იქნება მარტივად რო გაიგოთ და ამ შემთხვევაში გამოვა რომ აი მაგალითისთვის ese reloj es chafa, se descompuso en un día. მაგალითებს იმიტომ ვკითხულობ რომ თან რომ მოისმინოთ როგორ წარმოითქმის ამ დღეებში ან მიკროფონი მაქვს, ტელეფონს ვაკეთებ რაღაცა ყველაფერს ნელ-ნელა I will do better. Okay. იმედი მაქვს გამოგადგებათ და წარმატებები ყველას. Try to subscribe me.